თარგმნიტიშვილის ტელეფონის ნომრები ძებრას სასამართლო არ დავუწყო. დიახ, ამ სწორედ საზოგადოებისთვის მინდა მე საპასუხოდ განვაცხადო, რომ 70-78 მუხლებში პირდაპირ ესე ვალდებულება არსად არ წერია და ვერც ეწერება, იმიტომ რომ ამ მუხლების მიზანი არის, რომ სწორედ ჩაბარდეს მოპასუხე მხარეს სარჩელი და მე წარადგინოს მოპასუხე. შემდეგი გამოვიკვლიოთ, ეს არის ჩავთვალოთ გამოკვლეურად მეთქი გეუბნები. ერთი წუთი. კი ბატონო, თქვენი დათვლით მიცემულობა გითხარით, ჩავთვალოთ გამოკვლეულად. რაც მოსამართლეს ინიციატივით და თქვენი ხო, კი ბატონო, მეტი აღარ ბოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის და კი ბატონო, ჩავთვალოთ. გადავდივართ უკვე აი პრობლემაზე 5 წუთს გადავიდეთ. ერთი ამას აკრიბება ინტერნეტსა თვითლაპარაკეთ გისმენთ აბა. საჩივარს ხარს უჭერთ თვითონ? რა თქმა უნდა, ჩვენ ხარს უჭერთ ჩვენს საჩივარს და მიგვეჩნია რომ 6 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდეს და განახლდეს საქმის წარმოება, მოგვეცეს ვადა რომ წარმოვადგინოთ შესაგებელი, რაც შეეხება მე ყურადღება მინდა გავამახვილოთ საფაერო სიტყვაში გორის მედიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, ნუ საერთაშორისო პრაქტიკა მოიშველია და სახელმწიფო როგორ მოაწესრიგებს ამ თქვენ საკითხს, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია და რა თქმა უნდა სახელმწიფოს გადასაწყვეტია და უპასუხებლო 70-78 მუხლებში აბსოლუტურად დეტალურად მოაწესრიგა სახელმწიფომ ეს ყველაფერი, თუმცა აღსრულება ვერ მოხდა ამ ასე ვთქვათ მითითებული კანონმდებლობისა, ისე როგორც საჭირო არის და რა მიზნებიც აქვს ამ საკანონმდებლო დანაწესებს ფორმალურად არ უნდა მიუდგეთ ამ ყველაფერს და დასტური არის სწორედ სარჩელზე წარმოდგენილი ინფორმაცია და გორის მედიის წარმომადგენლის პასუხები ჩემს კითხვებზე იმასთან დაკავშირებით, რომ წინასწარ მოხდა ინფორმაციის ნაკლები ინფორმაციის მიწოდება სასამართლოსათვის, რომ არ მომხდარიყო ჩაბარება ფოტოგრაფთა კლუბისათვის და შემდეგ გამოტანილი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ვადასთან დაკავშირებით ეხლა აღნიშნა პატივცემულო მოსამართლემ 607 საქმე გვაწერიაო თითოეულ შემადგენლობას. ხო, თითო მოსამართლეს აწერია და ეს იწვევს ხოლმე პატივცემულო დამწრე საზოგადოებას საქმეების გაჭიანურებას რა და დღესდღეობით მე არაერთი საქმე მაქვს, სადაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას უკვე რამდენიმე წელი აქვს ხო სასამართლოს და ეს გადაწყვეტილება ვერ მივიღეს სამწუხარო და ორი თვის ვადაში მიიღო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ საქმეზე, რაც არ ვიცი კიდევ ერთხელ ჩემთვის კითხვის ნიშნებს იწვევს. როდის უნდა დამეწერა ბატონო მოსამართლე? თქვენთან პირველი საქმე არის ეს ჩემი ბატონო მოსამართლე. ხო, ნახეთ ზოგად როგორ არ გაინტერესებს სასამართლო სისტემაზე ვსაუბრობთ, სადაც ერთი და იგივე პრობლემა არის, ხო? ხო, ფაქტ ასე ვთქვათ, ფორმალურ მიდგომას რო აქვს ამ შემთხვევაში ადგილი, რა თქმა უნდა, დაადასტურა პასუხებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიისა, თუ კი მას ექნებოდა სურვილი უпростоრად რომ პასუხი წარმოგვედგინა სასამართლოში მათ მიერ წარმოქმნილ საჩელთან დაკავშირებით მიუთითებდნენ როგორც ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ისევე ტელეფონის ნომერს. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სასამართლოს ჰქონდა ვალდებულება, ჰქონდა, როდესაც რეგისტრირებულ მისამართზე მხარეს ვერ ჩაბარდა სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია, გაეგზავნა მისთვის ცნობილ მეორე მისამართზე, რაც იყო გურამიშვილის 5 და რაც არ გაუკეთებია. კიდევ ერთხელ გორელ ფოტოგრაფთა კლუბი და მისი ხელმძღვანელი ოთარ გმიტიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ადამიანი ქალაქ გორში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება ქუჩაში ჩაიბარა. რა მისამართზე ჩაიბარა, მაინტერესებს. უპასუხეთ საჩაიბარა ზუსტად. კურიერმა. ხო, კურიერმა დავირეკა. იგი ვიცოდი თქვენი ისა, მივედით, ვინტომ არა. ჭავჭავაძის ქუჩაზე ახიახში იყო კურიერი და დავირეკა ვახარო და კი, დავამთავრე. უნდა ვკითხო პირველად არ სასამართლოზე და ისე. ერთადერთი რაც არის, რაც შანსის ყველა სამწუხარო ამბავი ის არის, რომ განგება არის დამალული საქმე, რომ აქ არ ყოფილიყავთ რა თავის დროს. ეგარო. და ყველაზე ხილვისაწვდომი ადამიანები ფოტოგრაფთა ხელოვნებას უნარჩვევ და გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს პირობხედავ რა დამალულა უნდა და დასამართლო საჩელი დამალე და არა თქვენ არა ეს თქვენ საქმესთან დაკავშირებით ილაპარაკეთ თუ რა დაიტაკოთ პირობებს თუ რა მივიდა დამალული არა ის მაშინ დამტანეთ ცილ და შეიტანეთ პროკურატურაში ხო არა მეზგულისხოს ბატონო მოსავლე თქვენზე არ უთქვია გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელზე ბატონო გააზრდით
თქვენი პოზიცია რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით წარმოდგენილსაც შევარს იმ არასერიოზულ ბრალდებებზე, რაც აქ გაშკერდა კომენტარს რა თქმა უნდა არ გავაკეთებ, იმიტომ რომ თავის საგანიც არ არის და სასაცილო არის ხა ჩემთვის რა თქმა უნდა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის დავალდებულებას, რომ ჩვენ რაღაც უნდა შევაწერა დამატებით სარჩელში, რადგან თქვენ საზოგადოებას მიმართავთ, ეჭირება ასეთი, რომ სპეციალურად ვცდილობ შეცდომაში შეიყვანოთ, იმიტომ რომ რა ფორმითაც არ უნდა განმარტოთ, მე სამართლებრივ ფარგლებს არ გავხსნებიათ ერთ შემთხვევაში, სასამართლომ ჩვენზე უკეთესად იცის დარწმუნებული ვარ, რა ფორმითაც არ უნდა განმარტოთ და რა ტექნიკაც არ უნდა განმოვიყენოთ სამართლის ნორმის განსამარტად, თქვენ თქვით რომ ფორმალურად ვუდგებდოთ, იქნება ტელეოლოგიურად განმარტოთ და სხვა გადაწყვეტილებამდე მაინც ვერ მივდეთ, იმიტომ რომ ეს არის სამოქალაქო პროცესი, სამოქალაქო პროცესში მოსამართლეს არაკისრია ინკვიზიციურობის როლი, რაც ადმინისტრაციულ პროცესში შესაბამისად ვერ დაიწყებდა მოსამართლე ალტერნატიული ფაქტობრივი ტელეფონის ნომრების და აქეთ თქვათ მათ შორის ქუჩაში მოძებნას მოპასუხე მხარის, მით უმეტეს როდესაც ეს მოპასუხე მხარე წარმოადგენდა იურიდიულ პირს, ფიზიკური პირი რო იყოს, კიდე შეიძლება რაღაცა გვეთქვა რომ თქვენ საჩივარს არსებობის უფლება მაინც ჰქონდათ, ახლა ესეც არ აქვს. ამიტომ ვთვლი რომ მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, კიდევ ერთხელ მინდა სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით გავაკეთო განმარტება, რადგან თქვენ ამაზე აპელირებთ, რომ თქვენი უფლებები ილახება სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტირებული არ არის მხოლოდ ერთი მხარისთვის და ეს არის გარანტირებული პროცესის მონაწილე ყველა მხარისთვის, იქნება ეს მოსარჩელე თუ მოპასუხე. რასაც თქვენ ამბობთ, რომ სასამართლოს დამატებით ადმინისტრაციული რესურსი უნდა გამოიყო, რაც კანონმდებლობით არ ევალებოდა, მაგრამ თქვენ ასე გგონიათ, მოეძებნა მოპასუხე მხარე მისთვის არ ჩაეჩაებარებინა, ასეთ შემთხვევაში ცალსახად დაიბრუნებოდა მოსარჩელის ინტერესი, ასევე სწრაფ საჭურებას ხელი შეეშლებოდა და ის აღმატებული უფლება, რაც რეალურად იყო დავის საგანი და რაც წარმოადგენს ადამიანისთვის და ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტისთვის საკუთრების უფლება, იქნებოდა შევახული ხანგრძლივი დროის განმავლობაში. რაც შეეხება სხვა გარემოებებს, მათ რაზეც თქვენ ისაუბრეთ, რაც დავის საგანსახადებლად, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ კომენტარს არ გავაკეთებ. ამიტომ ვაგნიშნოთ და გამომდინარე ვთქვით, რომ ძალაში უნდა დაჭერს გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2025 წლის 6 მარტს სამოქალაქო საქმეზე 2.51-ზე მიღებული დაუწყებული დიახ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ასე ვთქვათ პრაქტიკიდან მოვიყვანე ციტატას იმასთან დაკავშირებით, რომ სამართლიანობა არ მხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ საზოგადოებისათვის ხილული უნდა იყოს ეს ყველაფერი და იმედი მაქვს, რომ დღეს საზოგადოება დაინახავს ამ სამართლიანობას მადლობა. მოგესალმებით გამოგიცხადებით განჩინებას, მოგესალმებით 257 მოკლედ თვალისწინებს სასამართლოს შეუძლია საქართველოში გაუსრულოს გამოცხადოს განჩინება, რომ განსაკუთრებულად თუ კატეგორიის საქმეში შეუძლია გადადოს გადაწყვეტილების გამოცხადება არ უმეტისთვისა. აქედან გამომდინარე სასამართლო მიიღება გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილზე თათბირით გამოგიცხადოთ მხოლოდ და მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. სასამართლო მიხელსვადება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22 გაადინა. მოპასუხეება გორელი ფოტოგრაფია პუბლის თავმჯდომარის მუხტარბეჭიშვილის საჩივარი 2025 წელს მარტო დაუსრულებელ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკუთრების განახლების თავაზე არ დაკმაყოფილდეს. ძალას დარჩეს გორის რაიონის სასამართლოს 2025 წლის სექტემბრის დაუსრულებელი გადაწყვეტილება. განჩინება საჩივრის დაკმაყოფილება ზღვარითისა და დაუსრულებელი გადაწყვეტილების ძალადობრივი დატოვების შესახებ საჩივდება სააპელაციო წესით. თბილისის საკრებულო სამართლის საკითხი მდებარე გიბრალტარის გამზირიშვილი და დასამართლებელი განჩინების ჩაბარებით და 14 წლის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მეთხვეპუთი გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონის სასამართლოს მეშვეობით. გადაწყვეტილების გასაჩივრების სრული ხარით თუ ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას და მისთვის სრული გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ვალდებულია სარეზოლუციის გამოცხადებიდან არაუმეტეს ხუთი და არაუგერეს დათვისა გამოცხადეს გორის რაიონის სასამართლოში და ჩაიგონოს გადაწყვეტილების სასწრაფო. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადისათვის დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადება 21 დღეს. ავადის გაგრძელება არ იქნება დაუშვებელი მოსამართლე პროვოკაცია. ომში შენიშნების შესწავლების უფლება გადამარტყა ჩაიბარეს გადაწყვეტილება გასაჩივრების მეთვალყელი მოგიმართოს. სრულად დაყოლება წყდება. Урусхет шинчалада ეხება და აბა ეხლა ესეა.